სოფლიოს მონაცემებით, აი დიდი ეპიდემიოლოგიური კვლევები რო არის ჩატარებული, ქალებში სექსუალური დისფუნქციიდან ყველაზე ხშირი არის ლიბიდოს, ანუ ტოლვის დაქვეითება. და სხვა შორის ყველაზე ძნელი სამკურნალოა. ძირითადად გამომწვევი მიზეზი რა არის მაგას? ფსიქოგენური. ქალის სექსუალური დისფუნქციები სადღაც 90-95%-ში განპირობებული არის ფსიქოგენური მიზეზებით. ქალის ფსიქიკა უფრო ნატიფია, ქალის ფსიქიკა უფრო, ასე ვთქვათ, მოწყვლადია და განსაკუთრებით ეს სფერო. ფსიქიკის ის სფერო, რომელიც აი კურირებს სქესობრივ ცხოვრებას. ნებისმიერი ტრავმა, ნებისმიერი სტრესი, რა თქმა უნდა, ახდენს თავის გავლენას აქადა. ამაში ბავშვობის ტრავმა ჩადის? კი ბატონო, კი. აი მაგ შემთხვევაში კი. ანუ ისე შენი კითხვა და რო გამოვიდეთ. ის ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ისედა ფსიქოლოგიური ძალადობა, ოჯახური კონფლიქტები. კი ბატონო. რამ ხელა პასუხისმგებლობა აქვს წარმოიდგინეთ? მშობლობა არის აი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენმა გაუაზრებელმა ნაბიჯმა შეიძლება ჩვენ შვილს ზრდასრულ ასაკში დაუნგრიოს ცხოვრება. და მოდი შენ მიპასუხე ხა შენ ერთ რამდენი ასეც ხდება. ასეც ხდება როგორც წესი. რამდენი პროცენტი აზრებს მშობლობის პასუხისმგებლობას რა? ძალიან ცოტა.